ეს არის თერაპიული ზღაპრების და იგავების არხი. მე ვარ ფსიქოთერაპევტი ნინო კანდელაკი. დღეს გთავაზობთ ბარნი საქართველოს დაკვეთით Back to School კამპანიის ფარგლებში შექმნილი თერაპიული ზღაპრის შინაარსს. ეს ზღაპარი დაწერა საბავშვო მწერალმა მარიამ ციკლაურმა და ზღაპარს აქვს ესეთი ძალიან სახალისო სახელი ნატო რატო რორა. ეს ზღაპარი არის ძალიან საინტერესო თემაზე, ცნობის მოყვარე ბავშვზეა, რომელიც ესე ხშირად ამბობს რატო და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ისე შეუყვარდებათ ეს პერსონაჟი თქვენ შვილებს, ნატო რატო რორა, აი ეს პერსონაჟი, რომ მოუნდებათ, რომ ის დახატონ და მე გირჩევდით კიდევაც, რომ აუცილებლად ამ ზღაპრის მოსმენის მერე დახატონ გარკვეული ეპიზოდები ბავშვებმა ამ ზღაპრებიდან და განსაკუთრებით დახატონ თვითონ როგორც წარმოუდგენიათ ეს პერსონაჟი ნატო რატო რორა. ნატო რატო რორა. არავინ იცის ზუსტად რამდენი ცნობის მოყვარე ბავშვი ცხოვრობს დედამიწაზე. ერთი მათგანი 6 წლის გოგონაა, ნატო. როცა პატარა ნატომ პირველი აღუს ნაცვლად რატომ თქვა, მშობლები ჯერ გაუცდნენ, მერე გაუხარდათ, ცნობის მოყვარე და ჭკვიანი გოგონა გვეყოლებაო. მალე ლაპარაკიც ისწავლა და იმდენ კითხვას სვამდა, ზედმეტ სახელად ნატო რატო დაარქვეს. მარტო კითხვის დასმაში კი არ იყო ყოჩაღი, პასუხების მოსმენაშიც, რასაც უხსნიდნენ, ყველაფერს იმახსოვრებდა. თუმცა სულ უფრო მეტი კითხვა უჩნდებოდა. ასეთ ნატო რატოს მარტო ზედმეტ სახელი რას ეყოფოდა? გოგონას მალე ზედმეტ გვარიც გამოუგონეს, რორა. რო როგორისა და რატომის გამო. რო როგორის და რა რატომის გამო. გგონია თეწყინა? იტირა? გაიბუტა? ძალიანაც გაუხარდა. იცინა და იცინა. ისე მოსწონდა თავისი ზედმეტ სახელი და ზედმეტ გვარი. რომც არ გეკითხათ, რა ქვია და რა გვარი ხარო, მაინც გეტყოდათ, მიცნობდეთ, მე ნატო რატო რორა ვარო. ნატო რატო რორას ყველაფერი აინტერესებდა. დედამიწისა თუ კოსმოსის ამბები, ანიმეები, პრინცესები, დინოზავრები და რა თქმა უნდა, წიგნების თვალიერება და კითხვაც უყვარდა. ერთხელ უცნაური ზღაპარი წაიკითხა. თუ როგორ წაართვა ბავშვებს ბოროტმა ჯადოქარმა ემოციების გამოხატვის უნარი. ბავშვები ვეღარც იცინოდნენ, ვეღარც ტიროდნენ, ვეღარც თამაშობდნენ, პატარებს აღარ შეეძლოთ დედიკოებს ჩახუტებოდნენ, მოფერებოდნენ და ეთქვათ, დედა მიყვარხარ. არ შეეძლოთ ბურთით ეთამაშათ და სიხარულით ეყვირათ, გო! საჩუქრის მიღებისას ვერც მადლიერებას და სიხარულს გამოხატავდნენ ღიმილით. არც ის ეტყობოდათ, თუ რამე წყინდათ, ტკიოდათ, ან ეშინოდათ. არც მღეროდნენ, არც ცეკვავდნენ. ზღაპარში მოჯადოებულ ბავშვებს კეთილი ფერია და ეხმარა და ყველა ემოცია დაუბრუნა. პატარებს ძველებურად შეეძლოთ ეხტუნათ, ეხარათ, ეცინათ, ეთამაშათ, ეტირათ, ეყვირათ, ემღერათ, ზღაპრებისთვის ესმინათ, ფილმები ეყურებინათ, გემრიელი კანფეტი ეკნატუნებინათ და ეძახათ, დე ძალიან მიყვარხარო.
მაგრამ რამდენი ეძება კეთილმა ფერიამ ბოროტი ჯათოქრის მიერ გადამალული ყველა სიცილი და ყველა ცრემლი, ყველა ფერადი სიზმარი, ყველა სიხარული, ყველა სევდიანი თუ ბედნიერი დღე. იოლი არ იყო, მაგრამ კეთილმა ჯადოქარმა ეს შეძლო. ნატო რატო რორა ძალიან ააფორიაქა ამ ზღაპარმა. შეშინებულმა გარეთაც კი გაიხედა, ჩვენ ქუჩაზეც ხომ არ დადის ეს ბოროტი ჯადოქარიო. შეშფოთებულმა ყურადღებით ათვალიერა ეზოც. იქ ჯადოქრის მსგავსი არავინ ჩანდა. მერე საწოლის და სავარძლის ქვეშაც შეიხედა ფრთხილად. სათამაშოების ვეება მოწნული კალათაშიც ჩაიხედა. ჯადოქრის მსგავსიც კი არავინ ჩანდა. დამშვიდდა, მაგრამ მაინც ბებიას ახლოს ჯდომა და საუბარი არჩია. ჩვენს ქალაქშიც რომ გამოჩნდეს ასეთი ჯადოქარი და დედიკოს მოფერება ვეღარ შევძლო, ვერც ვიცინო, ვერც ვიტირო, შეშფოთებულმა ჰკითხა ბებიას და თან ზღაპარიც მოუყვა. ბებიამ გაუღიმა, მიეფერა და დაამშვიდა. ნუ გეშინია, ბოროტი ჯადოქრები მხოლოდ ზღაპრებში არსებობენ. შენ ვერავინ მოგაჯადოებს, ვერც სხვა ბავშვებს, ვერც გრძნობებს წაგართმებს ვერავინ, ემოციებს, ყველაფერს შეძლებთ, სიცილსაც, სიხარულსაც, გაბრაზებასაც, ტირილსაც. შენს ცნობის მოყვარეობასაც არაფერი ემუქრება. ეს ყველაფერი შენია, შენს შიგნითაა. მათ ხელს ვერავინ ახლებს. თავისუფლად გაიცინე, გაიხარე, გააბრაზდი, მოიწყინე, მშობლებსაც ჩაეხუტე, ითამაშე, ისწავლე. ეს ყველაფერი შენი პასუხებია იმ მოვლენებზე, რაც შენს გარშემო ხდება. ნატო რატო რორა ჩვეული ცნობის მოყვარეობით უსმენდა ბებიას. დედამიწაზე 7,000-მდე ენა არსებობს თურმე. ენები სიტყვების ფაზლია. სხვადასხვა სიტყვებისგან აწყობ სხვადასხვანაირ წინადადებებს. იმას ამბობ, რისი თქმაც გინდა. გამოთქვამ შენს სურვილებს და სხვებს აგებინებ, ამბებს უყვები. ხომ ასეა? კი, ბებო, ასეა. მაგრამ იცოდე, რომ სიტყვების ენის გარდა არსებობს სხვა ენებიც. განცდებისა და გრძნობების ენაც. მას ემოციების ენა ჰქვია. ადამიანებმა ამ ენითაც უნდა ვესაუბროთ სხვებს და სხვების ემოციებიც უნდა გავიგოთ. შეგიძლია სარკის წინ დადგე და საკუთარ სახეს შეხედო, რა განსხვავებულია იგი, როცა ტირის, როცა ეშინია, როცა იცინის, როცა ყვირის, ბრაზობს. გინდა ვითამაშოთ ემოციობანა? აბა დამაკვირდი და გამოიცანი, რას გამოხატავს ჩემი სახე? ბებია სხვადასხვანაირ გამომეტყველებას იღებდა. გამუდმებით იცვლიდა სახეს. ნატო რატო რორა გაფაციცებით აკვირდებოდა. თუ გამოვიცნობო. გაიძახო და ეს სიხარულია, ეს ბრაზია, ეს შიშია, ეს გაოცება, ეს კმაყოფილება. ყველაფერი გამოიცნო. ბებიაც მთელი მონდომებით თამაშობდა სხვადასხვა როლს. კარგად გაერთვნენ, ბევრიც იცინეს. ხვალაც ვითამაშოთ, გთხოვ. ხვალაც ვითამაშოთ. მე კიდევ ვიცი სხვა ასეთი თამაშები. როცა გავისეირნებთ, პარკში ან ქუჩაში ადამიანებს დავაკვირდეთ და
გამოვიცნოთ, ვის რა ემოცია ექნება სახეზე. კარგი? კარგი. მე გამოვიცნობ ბ და გეტყვი, ხო? კიდევ მელაპარაკე, გთხოვ. მე მგონი, კარგად მივხვდი, რომ ემოცია ადამიანის სხეულის პასუხია სხვადასხვა მოვლენაზე. ჩვენი გონება, გული, ფიქრი, ცოდნა, გამოცდილება, ანუ ყველაფერი ერთად თავიანთ აზრებს გამოხატავენ და საბოლოოდ კი ხან გვიხარია, ხან ვიცინით, ხან ვტირით, ხან გვტკივა, ხან ვბრაზობთ. ჯადოქრის რომ შემეშინდა, ამიტომ ავფორიაქდი, ხო? შიშმა ამაფორიაქა, საშიშმა ამბავმა შემაშფოთა. კი ბებო, ასეა, ემოციების ენითაც ყვებით ამბავს. უემოციობა კი უსიტყვობას ჰგავს. ერთმანეთთან დალაპარაკება რომ არ შეგვეძლოს, ხომ ცუდი იქნებოდა. სიტყვები რომ დაიკარგოს, გაქრეს და ვეღარაფერი ვუთხრათ ერთმანეთს. ასე იქნება, თუ ემოციებს ვერ გამოვხატავთ. გულში ჩავიხვევთ, დავმალავთ და არ გამოვამშღავნებთ. არ მინდა, რომ სიტყვები დაიკარგონო. ვეღარ ვიკითხავ, რატომ და როგორო. ვერც ნატო რა ვიქნებიო, შეშფოთთა გოგონა. ბებიამ კი ხელები მოხვია და გულში ჩაიკრა. მინდა ესეც იცოდე, ნატო, რომ დედამიწის სხვადასხვა კონტინენტზე მცხოვრებ ადამიანებს ერთნაირი ემოციები აქვთ. აფრიკელს, აზიელს, ევროპელს, ამერიკელს, ავსტრალიელს ერთნაირად უხარიათ, იღიმიან, ერთნაირად ბრაზდებიან, ერთნაირად აინტერესებთ, უკვირთ, ეზიზღებათ, სძულთ, ან უყვართ. ერთნაირად ტკივათ, ტირიან, ეშინიათ, სიამოვნებთ, იცინიან. ამ ემოციებისა ყველას ესმის. ერთმანეთისთვის უცხო ადამიანებსაც კი. როცა გესმის სხვების განცდა, თავს მათ ახლობლადაც კი გრძნობ. მტრებს ერთმანეთის არაფერი ესმით და არც აინტერესებთ. მეგობრებს კი ერთმანეთის ყველაფერი ესმით და აინტერესებთ ერთმანეთის ამბები. ხომ ასეა? ხო, ბე, ახლა დავფიქრდი ამაზე. ასეა. როცა სხვისი გესმის და ხვდები რა სჭირდება მას, იბადება თანაგრძნობა, სხვათა ტკივილის და სიხარულის გაზიარება, ყველაზე დიდი ადამიანური სიკეთე. ასე იბადება მეგობრობაც, სიყვარულიც. სიკეთე კი ყველაფერზე კარგია, ხომ? სიკეთეს არაფერი სჯობს სამქვეყნად. ამას იქით უფრო დაკვირვებული ვიქნები. თუ ვინმეს დახმარება ენდომება, დავეხმარები. თუ გამიღიმებს, მეც გავუღიმებ. თუ მაწყენინებენ, ვეტყვი, რომ მაწყენინა და გული მატკინა. ბე, მე უკვე მივხვდი, რომ მიყვარხარ. ამიტომ გიღიმი, გეფერები და მიყვარს შენთან საუბარიც. კიდევ მივხვდი სიბნელე მაშინებს და ამიტომ არ მიყვარს ღამე. ნემსის გაკეთებაც არ მიყვარს და ვიბუზები. ბე, შენ რომ ავად გახდი და ფეხი გტკიოდა, მე ვტიროდი. ეს ყველაფერი ემოციებია, ხო? დიდხანს ისაუბრეს დიდმა და პატარა ნატოებმა. ძილის დროც დადგა. დილით კი ნატო. მოწყენილმა და აცრემლებულმა გაიღვიძა. შეწუხდნენ მშობლებიც. ბებიაც. სიცხე გაუზომეს, მუცელი გაუსინჯეს, მაგრამ გოგონა ხმას არ იღებდა და გაბუსხული საწოლზე იჯდა თავის მეგობარ ჟირაფ ინოსთან ერთად. ჟირაფინო ხომ
ნატო რატოს დიდი მესაიდუმლე იყო ბავშვობიდან. მშობლებმა ჟირაფინოს თხოვეს, იქნებ შენ გვითხრა, რა სჭირს ჩვენს შვილიკოსო. ჟირაფინომ მეგობარს შეხედა. თითქოს ნებართვას ითხოვსო და თქვა, რომ გოგონამ სიზმარში ზღაპრის ბოროტი ჯადოქარი ნახა, რომელსაც მისი ემოციების წართმევა უნდოდა და ამიტომაა ასე უხასიათოდ. არ ახსოვს ზუსტად წაართვა ემოციები, თუ ვერაო. ბოროტ ჯადოქარს დამიხედე, როგორ გაბედა შენ სიზმარში შემოსვლა, გაბრაზდა მამა. ბრძანებ აღარასოდეს გამოჩნდეს ჩვენს ქალაქში, დაამატა დედამაც. მე კი ისეთი გემრიელი საუზმე გაგიმზადე, ეტყობა ამ სურნელმა სიზმარში შეაღწია და ბოროტ ჯადოქარსაც მოუნდა გემრიელი ყიყლიყოთი ესაუზმა. გაუღიმა დიდმა ნატომ პატარა ნატოს. აბა გამიღიმე, გავიგოთ, წაიღო თუ ვერა შენი ემოციები, მშიერმა ჯადოქარმაო. ნატო რატო რორას თვალებში ღიმილი ჩაუდგა. ვაშა, გადავრჩენილ ვართ, თვალებში ღიმილის პატარა ყვავილებს ვხედავ, რადგან შაბათია, საუზმის მერე ყველანი პარკში მივდივართ და ნაყინსაც მივირთმევთ. შაბათი ბატუტზე ხტუნაობის დღეთ გამომიცხადებია, ბრძანა ბებო. პარკში სხვებს დავაკვირდეთ და ემოციების გამოცნობანა ვითამაშოთ. ამოიღო ხმა ნატო რატომ. მერე ცოტათი გაიღიმა, მერე კი ძველებურად მთელ სახლს ღიმილი მიაფრქვია. ჟირაფინომ ყველას მიასწრო ყიყლიყოებიან ლანგართან მისვლა. კარგი დღე წებოდა. ესეთი იყო ეს ზღაპარი. აუცილებლად სთხოვეთ ბავშვებს, რომ დახატონ ეს პერსონაჟები, განსაკუთრებით მთავარი პერსონაჟი ნატო რატო, რომელიც დასვენებული ვარ, ძალიან შეუყვარდებათ და მოწონების შემთხვევაში გამოიწერეთ ჩვენი არხი, აგვიკომენტარეთ და გაასიარეთ.